ბუნებრივია გუშინდელი დღის შეფასება რომ გააკეთოთ პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს პირველი. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ არაფერი განსაკუთრებულად ტრაგიკული გუშინ იმაში რომ შედგა საერეთიკო კენჭისყრა არ მომხდარა. თუმცა რა თქმა უნდა არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა ის რომ 2 დღის განმავლობაში უმრავლესობა მთელი გუნდით ეკრანიდან და პარლამენტის ტრიბუნიდან ამტკიცებდა რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება და საღამოთი ეს მაინც ჩატარდა. ეს უბრალოდ იყო რა თქმა უნდა უფრო უმჯობესი იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე მაშინვე როცა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვეს გამოეცხადა მაშინვე ესე იგი დათანხმებოდა ამ სარეიტინგო კენჭისყრას ასეთ შემთხვევაში აი მეგوار შედეგს და გამარჯვებას გაიფორმებდა საპარლამენტო უმრავლესობა და არა სააკაშვილი და მისი გარემოცვა. აი ეს იქნებოდა უმჯობესი. მე უფრო დამაფიქრებლად მეჩვენა და გამიჩნდა კითხვის ნიშანი, რაც დიდი ხანია საზოგადოებასაც და პოლიტიკურ სპექტრსაც გვაქვს, რამდენად სწორად ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკურ პროცესს და რამდენად სწორად აფასებს პერსპექტივებს, რამდენად იცის და რამდენად წინდახედულად იქცევიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, იმიტომ რომ თუ კი შენ დღეს არ იცი ხვალ როგორ მოიქცევი, ეს ჩემი საზრით მაჩვენებელია იმის, რომ ერთგვარი არათანმიმდევრულობა და ერთგვარ დისკოორდინაციას აქვს ადგილი. ჩემი საზრით წინა დღეს მაინც, როცა ხვალ კენჭისყრა ტარდება პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე უნდა ქონოდა სწორი ანალიზი რამდენად გასვლადი იქნებოდა ეს საკითხი. ეხლა მე თუ მკითხავ წინა დღეს კი არა 3 თვით ადრე როცა ინიციირება მოხდა მაშინაც რა თქმა უნდა ერთგვარი შეფასება ვითარების უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ახლა წინა დღეს და მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ხედავდით რომ ყველა ლიდერი ძალიან კარგად თავისი რიტორიკული უნარჩვევების სრული დემონსტრირებით ამტკიცებდა რომ ეს არ შეიძლება და მე საღამოთი ასე იგი მაინც დადგა კენჭისყრაზე იყო არასასიამოვნო საყურებელი მეტი არაფერი. ნუ შევქვით ამისგან ტრაგედიას ერთი კვირა მუშტების ბრახუნს გააგრძელებს სააკაშვილი და მისი გარემოცვა და ამით ეს ყველაფერი დამთავრდება. უბრალოდ ეს ჭიდაობა რო არ ყოფილიყო და რო არ გაწელილიყო ეს ბრძოლა დროში, მაშინ უფრო ნაკლებად თვალსაჩინო იქნებოდა სააკაშვილის ეს ჭყალებში გამარჯვება. უბრალოდ მან მოახერხა უფრო თვალსაჩინო და კარგად იმის დემონსტრირება, რომ ბიჭია ჯერ კიდევ პოლიტიკური თვალსაზრისით და მასთან შეთანხმების გარეშე მნიშვნელოვანი საკითხები არ წყდება. და ეს გჭირდებოდა ერთის ხვის შიგნით ქვეყნის შიგნით თავისი გუნდის და ელექტორატის შესაკრავად, რომ რღვევა გაეჩერებია და ამით რაღაც ეტაპზე ალბათ რღვევა შეაჩერებს და ასევე ეს რა თქმა უნდა ჭირდებოდა საზღვარგარეთ, საგარეო ასპარეზზე და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ უმჯობესი იქნებოდა თავიდანვე როცა მოითხოვეს დათანხმებოდნენ, ასეთ შემთხვევაში შედეგს იფორმებდა პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობა, უფრო გამოვიდოდა რომ ესენი გააბავშვებდა ამათ, იმიტომ რომ მოთხოვნა იყო სრულიად გაუგონარი და სასაცილო კომიკური, უბრალოდ ეს კომიკური მოთხოვნა ამდენმა სერიოზული ადამიანის სერიოზულმა გამოსვლამ პარლამენტში და ტელეეკრანებზე გაასერიოზულა. და ეს კომიკურობა ჩამოაშორდა და უფრო სერიოზულ ვიდზე დადგა სლენგი რომ ვიხმაროთ მოკლედ. თუმცა როგორც ცნობილია დავით უსუფაშვილი ბოლომდე წინააღმდეგი იყო ამ სარეიტინგო კენჭისყრის და თუ არ ვცდები ივანიშვილის მოთხოვნა იყო რომ ანუ მოთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს რომ ის ჩატარებულიყო. მინდა ვთქვა რომ ბოლოს გაფუჭებულ საქმეზე მოთხოვნა სწორი იყო პრემიერ-მინისტრის, იმიტომ რომ რო ჩავარდნილიყო ეს კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, იმიტომ რომ კიდევ უფრო თვალსაჩინოდ მოახერხებდა სააკაშვილი იმის დემონსტრირებას, რომ მას მეტი ძალა აქვს და ეს უფრო მტკივნეული იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვამბობ, რომ თავიდანვე როგორც კი დადგა საკითხი და ნაცმოძრაობამ სრულიად კომიკური მოთხოვნა წამოაყენა სარეიტინგო კენჭისყრაზე, ასევე ღიმილით რომ შეხვედროდა ამას საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე ეთქვა, რომ რა პრობლემაა, კი ბატონო ეს ჩავატაროთ, ჩვენ ამ მოთხოვნის კომიკურობას ყველანი ერთად ასე იგი კომიკურად მივიღებდით, გავიღიმებდით და ასე გამარჯვების
ეფექტი და შედეგი იქნებოდა ჩვენს მხარეს. რატომ იქნებოდა გამარჯვების ეფექტი? ხო, მაშინაც და ეხლაც ჩავარდა სარეიტინგო კენჭისყრაზე ესე კითხი. როგორ? ანუ რატომ იქნებოდა გამარჯვებული ოცნება მაგ შემთხვევაში თავიდანვე რომ მიეღოთ? თავიდანვე რომ დათანხმებოდა ჩატარებულა სარეიტინგო კენჭისყრა, რაც შედეგები იყო ამას აჩვენებდა, მე უბრალოდ გავიდოდა საკითხი. ეს იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ ოცნებამ სწორად იმუშავა ნაციონალურ მოძრაობასთან, იქონია ზეგავლენა ნაციონალურ მოძრაობაზე დაითანხმა, ოღონდ იმისთვის რომ რაღაცა სახე შეენარჩუნებინა, ნაცმოძრაობამ მოითხოვა კომიკური რაღაცა სარეიტინგო ასე გამოჩნდებოდა ეს. და ანუ პროცესის აღქმა იქნებოდა ასე და ასეც იყო რეალურად, რომ ოცნების ზეგავლენით ნაცმოძრაობა დათანხმდა, ოღონდ ითხოვს რაღაცას, რომ აი რაღაცა მეც ხმა მომაღებინა და ეს სარეიტინგო კენჭისყრა ჩამატარებინა და კარგი იქნებოდა ეს იყო ჩვეულებრივი შედეგი. უბრალოდ მე როცა რადგან ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო სრულიად კომიკური მოთხოვნას, როცა დაუპირისპირეს სრულიად სერიოზული სახეებით, ძალიან სერიოზულმა ხალხმა ოცნებიდან უარი და ძალიან სერიოზული განმარტებები გააკეთეს და ამტკიცეს ორი დღე რომ ეს არაფრით არ შეიძლება ამის ჩატარება. ამან ეს კომიკური მოთხოვნა გაასერიოზულა. შესაბამისად უფრო თვალსაჩინოდ გაიფორმა სააკაშვილმა ბჭყალებში გამარჯვება. გასაგებია, ანუ იმის დემონსტრირება, რომ რასაც მე გააკეთა. არ გავტყდით, ვერ შეგვაშინეს, ვერ დავიშალეთ და რაღაცა და რაც თავარია, ის რომ მნიშვნელოვანი საკითხები მასთან უნდა შეთანხმდეს. და მე უბრალოდ ვიცით რა არის, მე მიმაჩნი ცოტა ვერ ჩავწვდი და არ მესმის, რატომ მიაჩნია უმრავლესობას პრემიერ-მინისტრს ან კიდე სხვა ჩვენს კოლეგებს, რომ ნაცმოძრაობისთვის სახის შენარჩუნება ეს რაღაცა ჩვენი საზრუნავია. ამაზე ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იზრუნოს. ჯერთი მინდა თქვა, სადა აქვს ნაცმოძრაობას სახე და სააკავშიროს შეინარჩუნოს. ნაცმოძრაობას აქვს სახე ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სახე, ანუ იმიჯზია ლაპარაკი, ხო? აქ ბანდის იმიჯი. თელმა საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ ის რომ ეს არის დამნაშავეთა ბანდა და ჩვენ ამათ ხელოვნურად მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და მიუხედავად იმისა, რომ მართლაც დიდია ასე იგი ავტორიტეტი და გავლენა დღევანდელი ხელისუფლების საზოგადოებრივ აზრზე, ჩვენ ეხლა ამ ბანდას პოლიტიკურ იმიჯდასახეს ვერ შევუქმნით და არც გჭირდება და არც არის საზოგადოების მოთხოვნა. საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ესენი პოლიტიკურად სრულიად ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ასპარეზს. ანუ ის უბსკულში გადაჭეხვა ფიგურალურად რო ვთქვა, სწორედ ხალხის მოთხოვნაა და სახელმწიფოსთვისაც აუცილებელი და სავალდებულოა. იმიტომ რომ 5 თვის განმავლობაში ნაცმოძრაობის აი ამ დამნაშავეთა ბანდის ასეთმა აქტიურმა სპეკულაციამ პოლიტიკურმა საგარეო ასპარეზზე და ქვევით ქვეყნის შიგნით ობსტრუქციამ შეაჩერა რეალურად ქვეყნის განვითარება და მთლიანად ჩაითვია ახალი ხელისუფლება რაღაცა კინკლაობაში და გამოდარჩა ხალხი ამ პროცესის მიღმა. საბანკო დავალენების გამო ხალხს ქუჩებში ყრიან, უსახკაროდ რჩება. 2 მილიონზე მეტი ადამიანი პრაქტიკულად შიმშილით იხოცება. ძალიან ბევრმა კიდე დაკარგა სამუშაო ადგილები. ქვეყანა ვერ ვითარდება უბრალოდ. და ჩვენ ახლა რაღაცა საქმე გვაქვს საკეთებელი. თუმცა კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს დადებითი მოვლენაა, მაინც გუშინდელი მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნო ფონი დატოვა უბრალოდ იმ მტკიცებამ და მეტი სხვა არაფერმა, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იყო თავიდანვე დათანხმებოდა და ახლა ის პარლამენტის წევრები, რომლებიც ძირითადად თავისი ცხოვრების კეთილმოწყობებით არიან დაკავებულები, მათ შორის უმრავლესობიდან და ზოგიერთი ისე გასუქდა, რომ მე ვშიშობ, რომ სადმე ლურსმას რო წამოვედეს, არ გასკდეს ბუშტივით, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ აწის საქმეს. და რაც შეეხება მთავრობას, რომლის მიმართ გადაუჭარბებლად მინდა თქვა, რომ მაქვს ნდობა და თქვარი პატივისცემა, იმიტომ რომ ვერ კვალიფიციურ და საქმეზე შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს ხედავ მთავრობაში, მთავრობას ექნება უფრო სტაბილურობის განცდა. ძნელია იყო კოორდინირებული და სტაბილური, როცა მუდმივად დამოკლეს מחვილივით შენს თავზე კიდია ერთგვარი განცდა, რომ დღეს შეიძლება დაგითხოვონ. და რომ ეს მექანიზმი აქვს სრულიად გაუწონასწორებელ, თავშეუკავებელ და უპასუხისმგებლო პრეზიდენტს. ამიტომ ეს განცდა რადგან მოიხსნა მთავრობას, ჩემის აზრით მიეცემა მეტი სტაბილურობის განცდა ფსიქოლოგიურად, რაც ხელს შეუწყობს მათ უფრო ეფექტურ მუშაობას და პარლამენტის წევრები კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო. მეტი დრო დაუთმო საქმეზე ფიქრს და საქმეზე კეთებას და ხალხს.
ნუ გაწყვიტეს ხალხთან კონტაქტი. ეს იგზნობა ეს ინფორმაციები ჩემთან მუდმივად მოდის და არ არის სავალდებულო რომ ქუთაისელი ასე იგი სოციალურად დაუცველი იქნება პენსიონერი თუ ვიღაც პირობითად რო თქვა აქ თბილისში მიერეკავდეს მე იმის გამო რომ კონტაქტს ვერ ამყარებს თავის მაჟორიტეტთან პირობითად თქვი ქუთაისელი ხლა მაგრამ ეს გუბაზზე არ მიიტანოთ ეს ჩათვალოთ რომ იერიში მიმაქვს პირობითად ვამბობ ყველა მაჟორიტარები იმისთვის აირჩია ხალხმა რომ იქვე ადგილზევე ქონდეს კომუნიკაცია ტელეფონები დაიბრუნონ ის ნომრები რომლებიც ქონდათ რომელზეც როცა ხალხმები ჭირდებოდათ ხალხი უკავშირდებოდა აი ეს არის ეს იქნება ჩემი რჩევა ჩემი კოლეგების მიმართ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ რა შეიცვლება მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში აი გუშინდელი დღის შემდეგ ანუ ფაქტია რომ მათ გარეშე ვერ მოხდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ანუ ისინი აქამდე თუ უმრავლესობა არ აღიარებდა მათ როგორც ძალას როგორც ოპოზიციას ფაქტია რომ გუშინ მოხდა მათი აღიარება ხო იცი რა მე ვერ ხედავ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მომავალს მაცხოვრებაში დროებით ამ ეტაპზე უბრალოდ სააკაშვილის ცხოვრება შეიძლება ის რომ მან ამ ეტაპზე შეძლო მისი დაშლის შეჩერება უბრალოდ ამის დემონსტრირებით ერთიანობის დემონსტრირებით საკრებულოებში ადგილობრივ თვითმმართველობებში რომ საკრებულოს წევრები რადგან ტოვებდნენ რაღაც ეტაპზე ამას შეაჩერებთ თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ აპრილის ბოლოდან როცა სააკაშვილს გაუვა ვადა და აღარ ექნება ის ინსტრუმენტი ხელში რომ უკვე პარლამენტი დაითხოვს ეს ხო დარჩეს უფლება სააკაშვილი მთლიანად დაკარგავს აქტუალობას სააკაშვილთან ერთად მომავალი პოლიტიკური მომავალი არც ერთ პარლამენტის წევრს არ აქვს იმათაც კი ვისაც ინტელექტი მაღალი აქვს და ვის მიმართ ერთგვარი ზიზღი საზოგადოებისგან არ არის ასეთი ხალხი არის უმრავლესობაში ჩემი რჩევა იქნება და ჩემი საზრით დანაკარგი იქნება იმ ინტელექტის არ გამოყენება რომელიც ზოგიერთ პარლამენტის წევრს აქვს ამიტომ ჩემი რჩევა მათ მიმართ იქნება დროულად გაემიჯნონ რაც მოძრაობა ნუ დაელოდებიან სრულ გარდაცვალებას პოლიტიკურს სააკაშვილისას ნუ დაელოდებიან რომ მანდამაის ბორკილების როდის დაადებენ სააკაშვილს და არ და ამას აუცილებლად დაადებენ სააკაშვილს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ აუცილებლად წარდგება ის სამართლიანი სასამართლოს წინაშე მერაბიშვილის ადეიშვილის და ყველა ინფორმაცია გაქვთ თუ უბრალოდ ამბობთ რომ ეს ლოგიკურია რომ მაქვს და ხვალინდელი დღის ხედვის გამოცდილება მივიღე პოლიტიკაში და ხვალინდელი დღის ხედვა თუ ერთი წლის მერე რა იქნება ამის ხედვა არა ხვალინდელი დღის ხედვა ევალება უბრალოდ ვალდებულება არის პოლიტიკოსის ხვალინდელი დღეს მე სახელმწიფოს განვითარებას ვერ ხედავ თუ კი მართლმსაჯულების წინაშე ის ბანდა რომელსაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა არ წარდგა და მე ვხედავ ჩემი ქვეყნის მომავალს ესე იგი ვხედავ იმას რომ ეს დამნაშავე და ბანდა იქნება გასამართლებული მე არ ვითხოვ არავის შურიზიებას არც რევანშს მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ ის რაც მე დამიშავეს მე მაქვს უფლება და მიპატიებია ბევრი რამე დაუშავებია ჩემთვის მაგრამ მე არ მაქვს უფლება სხვის მაგივრად რამე ვაპატიო მე ირინა ენუკიძის მაგივრად და ამოწყვეტილი პრაქტიკულად გირგვლიანების ოჯახის მაგივრად ვერაფერს ვერ ვაპატიებ ვეც რობაქიძის და ვაზაკაშვილის მაგივრად უბრალოდ არ მაქვს უფლება ამისი არც სამართლებრივი არც მორალური არც ღვთის წინაშე არ მაქვს უფლება და არც ადამიანის წინაშე ვერც იმ გათელილი ღირსება გათელილი ადამიანების ოჯახების და მათ ნაცვლად ვაპატიებ რომლების ციხეებში სრულიად უკანონოდ ისხდნენ და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რომ კუბლაშვილი არის სისტემის მსხვერპლი ბევრი იყო მაგრამ არ უნდა დაგვაიწყდეს აქვე ამის პარალელურად რომ კუბლაშვილის მსხვერპლი იყო 12000-ზე მეტი უკანონო პატიმარი რომელიც დღეს განთავისუფლდა ციხეებიდან თუ ჩვენ სამართლიანობას დავიწყებთ ამდენ უსამართლობას შეუძლია ძალიან დიდი უსამართლობა მოიტანოს თავარი არის ჩვენ ვიცოდეთ რომ ჩვენ დღეს ვჭირდება სამართლიანობის აღდგენა ამის საპირისპიროდ ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ რომ იჭერენ ნემსის ქურდებს და აქლემის და ხალხის და სახელმწიფოს ქურდები და გამძარცველები გარეთ დადიან 15000 ლარის ქურდობისთვის დაიჭირეს ემირიზე მაგალითად ქთამის აღებისთვის ემირიზე და მილიარდები აქვს კაცო ბათუმელ ამას ვამბობ ეს იქ საგადასახადოს თანამშრომელი იყო თუ არ ვცდები და 1000 ლარისთვის კიდე რაღაც სადღაც იყო კადრები რომ ვიღაც დააპატიმრეს და მილიარდები იქურდა სააკაშვილმა და ჩვენ რა ახლა ეს უნდა გადავყლაპოთ მილიარდები იქურდა ვანო მერაბიშვილმა ესეც უნდა გადავყლაპოთ
და მილიონები და მილიარდები წაართვეს არა მარტო სახელმწიფოს, კერძო მესაკუთრეებთა ბიზნესი მიითვისეს. ეს რა აღმხახმა უნდა გაატაროს? უპრეცედენტო დედამიწის ზურგზე აქცია ვნახე რამდენიმე დღის წინ. ბიზნესმენებში თქვენ გინახავთ სადმე მსხვილი ბიზნესის აქცია და ბიზნესმენები იდგენ პლაკატებით, კანცელარიასთან იდგენ ბიზნესმენები, ითხოვდნენ წართმეული ქონების დაბრუნებას. რამე არის ამაში უსამართლო? ვინმე არის ის რომ სანადირაძეს წაართვეს ეს კავკასიის ონლაინი თუ სილკნეტი თუ რაღაც ვეღარ ვიხსენებს ახლა. ხო ყველამ ვიცით. ეხლა მამია სანადირაძისთვის იმის ახსნა ბატონებო, რომ ისი გენაცვალე, ბევრი საქმეა შემოსული პროკურატურაში და ამ საქმეს ვერ ვიძიებდა კოაბიტაციის პროცესი და ასე შემდეგ. ეს არ არის სამართლიანი. ეს არ შობს საზოგადოებაში სამართლიანობის განცდას. და გარდა ამისა, ჩვენ ხო ხედავთ რომ რაღაცა ბრუნდება. ვიღაცას რაღაცა უბრუნდება. ამიტომ თანაბრად უნდა მოხდეს. ზერო ანათებს, თანაბრად ათბობს, მთას და ბარს, მაღალს და დაბალს. ასევე სამართალი მზესავით უნდა იყოს. თანაბრად უნდა გაათბოს ჩემი და თქვენი გულის და გლეხის, მუშის და დიდრის და ღარიბის გულები. თანამდებობის პირების გულები და ასე იგი რიგითი ადამიანების გულები. პირიქით უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სამართალმა პირველად იმ ჯურღმლებში შეიხედოს. ის ჯურღმლები გაანათოს, სადაც ღარიბი ხალხი ცხოვრობს. სადაც ადამიანები უსამართლოდ დაიჩაგრენ. სადაც ადამიანებს თანამდებობა და პრივილეგია არ აქვთ. და არ აქვთ ჩემსავით და თქვენსავით საშუალება, რომ თავისი ემოცია, თავისი გულისწყრომა, თავისი გულის ტკივილი ან აღშფოთება ასე საჯაროდ გამოხატო. ამიტომ ჩვენ დღეიდან გუშინდელი რაც დასრულდა ეს პროცესი, დაძაბულობის პროცესი მოიხსნა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად უნდა შევაფასოთ გუშინდელი დღე, ვიმეორებ მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესი იქნებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, უბრალოდ 10 პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობა უნდა დაფიქრდეს, რამდენად სწორად აკეთებენ შეფასებას პროცესს, რამდენად სწორად ხედავენ პოლიტიკურ მოედანს. და ხვალ რას გააკეთებენ, დილით მაინც უნდა იცოდეს საღამოს კენჭისყრასზე რას. ეს აუცილებელია ჩემის აზრით. არა იმიტომ რომ სააკაშვილი სრულიად კომიკური და წასულს ჩარჩენილ ფეხზე ადგება. ვერანაირი მომავალი სააკაშვილის ფეხზე ადგომის ვერ ექნება. მაგრამ ჩვენ ხვალ გვჭირდება სხვა ისეთი პროცესების წამოწყება, რის სწორი ანალიზი და შეფასებას სახელმწიფოსთვის მნიშვნელობა ექნება. მადლობა, თქვენს მადლობა.